გამარჯობა ჩემო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო. გავამთავრე კიდევ ერთი შეკვეთა. ამჯერად გადავედი სამეგრელო ზემოსვანეთში. თემატიკით უფრო მეგრული სამეგრელოს ელემენტებით. კერძოდ დადიანების ოჯახს შევეხე დანაში. აგერ დანის კუძზე გახლავთ ლევან მეორე დადიანი. აქ გახლავთ ლევან მეორე დადიანის მეუღლე. ორი სიტყვას ვიტყვი აქ კუძზე რაც არის გამოსახული, აქ არის ნიკოლოზ დადიანი. მინდოდა ლევან მეორე დადიანის შვილის ფოტო დამეტანა, შვილის გრავირების, მაგრამ ვიკიპედიაში ამოვიკითხე, რომ შვილი არ ყავს იმას ლევან მეორე დადიანს და თავის ძმაზე და ძმისშვილებზე და ასე შემდეგ გადასულა ეს ტიტული, ასე ვთქვათ. აქ გახლავთ თვითონ ნიკოლოზ დადიანის მეუღლე პორტრეტი. ფართო არჩევანი არ არის ამ თავადების ფოტოების იმაში ინტერნეტში. და აქედან გამომდინარე მომიწია იმ ფოტოების დატანა. თვითონ ნიკოლოზ დადიანის მეუღლის ფოტო ხშირად არ გვხვდება მაშინ ინტერნეტში, რამდენადაც თვითონაც სამეფო შტოს წარმომადგენელი ყოფილა ეს ქალბატონი თვითონ და ორი ფოტოა სულ ინტერნეტში. ესეთი გახლავთ ტარი. ესეთი გამოვიდა. პირს რაც შეეხება ცალმხარეს არის დადიანების სასახლე. აქ როგორც ყოველთვის ჩემი პროფესიული დამღა გახლავთ. ესეთია. მეორე მხარეს გახლავთ დავით დადიანი და მისეული სასახლე. ანუ სასახლის ფონზე. აქ ფოტოში ზუსტად არ ჩანდა თოფი უჭირავს თუ თოფი აქ მიყრდნობილი ტანზე თუ ხმალი და დასავლეთ საქართველოში რაც იყო გავრცელებული ჭოლაური, ასე ვთქვათ, ჭოლაური ჩავხატი აქ ფოტოში კარგად არ ჩანს. ბუნდოვნად ჩანს და ვერ გაარკვევ ხმალია თუ თოფი. ასეთი გამოვიდა ერთობლიობაში. მასალას რაც შეეხება გახლავთ პირი ფიქსატორი და კუდი 440C, ეს არის უჟანგავი ფოლადი. ტარის კორპუსს რაც შეეხება 304 მარკის უჟანგავი ფოლადი, ეს ოქროსფერი თითბერი ლატუნი და შავი ცეცხლგამძლე ებონიტი. ესეთია სულ. ესეთი დანა. ზომებს რაც შეეხება სრულად გაშლილ მდგომარეობაში გახლავთ 29 სანტიმეტრი. პირის სიგრძე გახლავთ ზუსტად 13 სანტიმეტრი. ესეთი ერთობლიობაში. ესეთი გამოვიდა. ფურცელსაც წარმატებით იღებს. მადლობა ყველას წარმატებებს გისურვებთ.